გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი ჩვენ უკვე 10 წელია ამ კვლევას ვატარებთ შვედეთის მხარდაჭერით და ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას რომ რაღაც გარკვეული შედარება მოვახდინოთ 2013-19-24 წლების მაგალითს ეცეთ ეს ძალიან რთული რამ არის ეს არ არის ისე რომ პირდაპირ დიახანტ არა ეს გვაჩვენებს ზოგჯერ ძალიან წამახალისებელ ტენდენციებს რიგ შემთხვევაში რეგრესიას საკმაოდ რთულია ერთის მხრივ რაც ძალიან წამახალისებელია ეს არის რომ არსებობს მეტი მოლოდინი რესპონდენტების მხრიდან რომ ქალები უნდა იყვნენ უფრო აქტიურნი ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს არის ორი ძირითადი მამოძრავებელი თანასწორობისა საქართველოში და საერთოდ ნებისმიერ საზოგადოებაში მეორეს მხრივ რაც გამოჩნდა ასევე მონაცემებიდან არის ის რომ არის ძალიან დიდი განსხვავება თაობებს შორის ნუ აი ახალგაზრდები უფრო პროგრესულად აზროვნებენ, უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვთ ვიდრე ვთქვათ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც უფრო ტრადიციულ მიდგომებს იზიარებენ. ნუ კიდევ ერთხელ, ანუ თვითონ ტენდენცია თანასწორობასთან დაკავშირებით არის რამდენადმე განსხვავებული ახალგაზრდებში ამის თქმა მინდა. დაახლოებით 40% რესპონდენტებისა ფიქრობს, რომ გენდერული თანასწორობა არ არსებობს და აქ გასულ კვლევაზე, წინა კვლევაზე ეს იყო 60%. ანუ არსებობს რაღაცა ისეთი ნარატივები, ისეთი დისკურსი, რომ თითქოს გენდერული თანასწორობა უკვე გამქრალია, მიღწეულია, არ არსებობს. რიგ შემთხვევაში სტიგმატიზირებულია თანასწორობის ცნება. მარიკა, ასევე კვლევა მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორც არის ამ შემთხვევაში საშინაო შრომის განაწილება და ჩვენ გვაინტერესებს ხადია როგორია შედარებითი ანალიზი ამ თვალსაზრისით და დღეს 21 საუკუნეში 2024 წელს ისე ვფიქრობს თუ არა ხალხი იმას, რომ ოჯახური ვალდებულებები და აუნაზღაურებელი შრომა არის ექსკლუზიურად მხოლოდ და მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობა. ანა, ეს ძალიან საინტერესო საკითხია ნამდვილად და გენდერულ თანასწორობას რა თქმა უნდა კვლევა ძალიან ფართოდ უყურებს და შორის ეს ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს განსხვავებას ერთის მხრივ დამოკიდებულებასა და შემდეგ მეორეს მხრივ ქმედებას შორის. და სხვათა შორის 2019-შიც და 2024-ში ჩატარებულმა კვლევამ ორივე მაჩვენა, რომ დამოკიდებულება იცვლება ხშირ შემთხვევაში დადებითისკენ, მაგრამ არ გადაითარგმნება ეს ყველაფერი უკვე ქმედებაში. ანუ არ იცვლება საქციელი მოსახლეობის. ხა ჩვენ ვთქვით ოჯახში როლების განაწილებასთან დაკავშირებით და მაგალითად არის ესეთი, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის ზრუნვაა. 2019-თან შედარებით დაახლოებით 9%-ით მეტი ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაგრამ თუ ჩვენ ამას ჩავშლით უკვე ასაკობრივ ჭრილში, ბატონმა დაგმა ახსენა ძალიან დიდი განსხვავება ახალგაზრდებს შორის და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს შორის. დაახლოებით მხოლოდ 29% ეთანხმება ამ მოსაზრებას ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში და თქვათ 59 ახალგაზრდა კაცების შემთხვევაში, მაგრამ ასაკობრივად ახალგაზრდები გაცილებით უფრო პროგრესულად არიან განწყობილი. ან თუ კიდე ავიღებთ სხვა პოსტულატს, რომელიც არის მაგალითად, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო სურათი არის და დაახლოებით 50% იყო 2019 წელს და დღეს არის 57%. და ბოლოს აქვე დავამატებ, რომ როლები და გენდერული ანუ საქმიანობა ოჯახში მაინც ჯერ კიდევ განპირობებულია გენდერული როლების მიხედვით. ანუ ეს მაინც მოიაზრება როგორც ქალის საქმე ოჯახში. ერთადერთი საკითხი, სადაც აი თანაბარ გადანაწილებას მაინც ემხრობოდნენ, ეს იყო ბავშვის მოვლის საკითხი. მაგრამ აქაც კი ჩაშლის შემთხვევაში აი საქციელში არის ისევ და ისევ განსხვავება. ბავშვის მოვლა თანაბრად უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ მაგალითად დაძინება და ბანაობა. მაგრამ დანარჩენი საქმიანობა როგორც არის თქვათ იგივე საფენის გამოცვლა, საჭმკვება და ასე შემდეგ ეს არის რა თქმა უნდა დედის მომალეობა ჯერ კიდევ ოჯახებში ესეთი აღქმა არის. თქვენ ახსენეთ რომ და ეს კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გაუსვა 2013 წელს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 50%-მა ეს მაჩვენებელი წელს გაზრდილია მნიშვნელოვნად და შეიძლება ითქვას რომ ქალებისა და კაცების უმრავლესობა მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებასა და ქალების უფრო აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში. რით იხსნით ამას? რამ განაპირობა თქვენი შეფასებით ეს ცვლილებები?
What we want to see, of course, is a რა თქმა უნდა, ისი ნახვაც გვინდა ეს არის ნორმალიზაცია ქალების მონაწილეობისა პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც აქტიური ამომრჩევლების, ისე ვთქვათ, არჩევით თანამდებობებზე მყოფთა, ეს უნდა იყოს ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლობა, ანუ 20 წელს კოტების შემოღებამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ქალი პოლიტიკოსების მოსვლას ხელისუფლებაში, მათ შეძლეს, რომ ყოფილიყვნენ რეპრეზენტატიული, კომპეტენტური, დინამიური და მათ წაგვიყვანა უფრო ნორმალიზებული, გენდერულად თანასწორი პოლიტიკური გარემოსკენ და ჩვენ დავინახეთ, რა შეიძლება გააკეთოს, ვთქვათ, გაწევამ გენდერული კვოტის. მონაცემები გვაჩვევენ, რომ ქალები და კაცები ორივე მხარს უჭერენ გენდერულ კვოტას პოლიტიკაში. ეს არის უბრალესობის შეხედულება. ნუ უფრო მეტი ქალები, კაცები მაინც რაღაცნაირად მაგრამ მაინც არის მათში რაღაც გარკვეული სკეპტიციზმი. ნუ ესეთი რაღაცები ერთ წუთში არ იცვლება, მაგრამ მიმართულება არის პოზიტიური და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, რომ მოვახდინოთ ნორმალიზება ამ გარემოს. განსაკუთრებით, როდესაც ვთქვათ, ამ წელს უკვე მუნიციპალური არჩევნები გვადგება კარგს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ტენდენცია არის საკმაოდ ისეთი დადებითი, მეწარმე ქალები, კომპეტენტური ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილებზე, ბიზნესში, რა თქმა უნდა, UNDP და UNFPA თავის მხრივ მხარს უჭერს ბიზნესის მფლობელ ქალებს, რომ მათ უფრო ადვილად კონდეთ წვდომა ბაზრებზე, მაგრამ ნუ მაინც ძალიან დიდია შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობა, იმიტომ დაახლოებით 60%, ვთქვათ, 16.5% არის ქალების მხოლოდ წამყვან პოზიციებზე. ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ჩვენ ძალიან წახალისებული ვართ იმ ფაქტით, რომ არის გარკვეული მიმხებლობა ქალების ეკონომიკური ჩართულობის მიმართ და მათი პოლიტიკური საქმიანობის. მარიკა, და რაც შეეხება ქალთა მიმართ, როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ, სექსუალურ თუ ეკონომიკურ ძალადობას, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მე მგონი შევთანხმდებით ამ საკითხზე. იყო პერიოდი, როდესაც ქალებისა და კაცების გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა ოჯახის შენარჩუნების მიზნით. აი ამ ნაწილში წლევანდელი კვლევა რას გვეუბნება, როგორი ტენდენციები გამოიკვეთა ამ თვალსაზრისით? დიახ, ეს არის კიდევ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ვიკულიეთ, ასე ვთქვათ და აი დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, ეს აზრი ჯერ კიდევ გავრცელებულია საზოგადოებაში და სამწუხაროდ პროცენტული წილი და კაცებსა და ქალებს შორისაც იზრდება, ვინც ეთანხმება ამ მოსაზრებას და სამწუხაროდ აი კვლევის ანალიზმაც აჩვენა, რომ ზოგადად ძალადობის, ანუ არ მინდა ვთქვა ნორმალიზება, მაგრამ აღქმა არის ცოტა აი არ არის სწორად გაგებული. აი ესეთი რთული საკითხი, როგორიც არის მაგალითად გაუპატიურების თემაც კი, აი ამ საკითხთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ისეთ მოსაზრებას, რომ თუ კი ქალს აუპატიურებენ, ესე იგი მან ეს რაღაცით დაიმსახურა. აი დამოკიდებულება თვითონ ქალის როლის მიმართ და ქალის სოციალური როლის მიმართ არის არასწორად აღქმული ჯერ კიდევ საზოგადოებაში. დიახ, ასევე კვლევაში იყო საუბარი იმაზე, რომ აი პირად ეკაუნტებზე, ეგრეთ წოდებულ ეკაუნტებზე წვდომა, რომ ეს ნორმალიზებულია თითქოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ხო? სხვათა შორის ეს არის ერთი საკითხი, რომელიც პირველად, ანუ ამ რაუნდში გამოვიკვლიეთ და საინტერესო იყო, რომ ძალიან მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა ეთანხმება, რომ კაცს აქვს უფლება იცოდეს პაროლი და ასე შემდეგ და გააკონტროლოს სოციალური ქსელი ქალის. ხო, და მისი აქტივ ჩვენ საუბრის მიმდინარეობისას არაერთხელ ვახსენეთ, რომ ახალგაზრდები რაღაცნაირად თითქოს უფრო მეტად უჭერენ მხარს თანასწორობის იდეას და ნაკლებად დოგმატურად უყურებენ თითქოს ქალების როლს საზოგადოებაში. როგორ ხსნით ამას? ეს მაინტერესებს. მიზეზებზე საუბარი ამ ნაწილში იქნება განსაკუთრებით საინტერესო, რატომ არიან ისინი გენდერულად უფრო სენსიტიურები. ანა, მოდით ვთქვათ, რომ საქართველო არის დიდი სივრცის ნაწილი და სხვათა შორის ეს არის ტრენდი, რომელიც გლობალურად არის გავრცელებული. პროგრესი მეტწილად
არის ახალგაზრდებში ყველგან, მათ შორის საქართველოში და ახალგაზრდა ქალები უფრო კიდევ გამოირჩევიან ამ პროგრესით კაცებთან შედარებით. რატომ ამაზე მსჯელობა ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეულად პირადი დამოკიდებულებები, პირადი გამოცდილება, რომელიც შემდეგ უკვე უცვლის დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ აქ საუბრობდით, რომ აი ამ შეხედულების, დამოკიდებულების ცვლა არ ხდება ბუნებრივია 1 წელიწადში, 5 წელიწადში, ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. თუმცა ეს არის საკმაოდ იმედის მომცემი იმ მხრივ, რომ საზოგადოება იცვლება, სწორედ ახალგაზრდები ცვლიან ამ საზოგადოებას და ამიტომ ჩვენთვისაც ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, იმიტომ რომ ინვესტირება, პროგრამირება კიდევ უფრო მეტად უნდა გახორციელდეს ახალგაზრდებში და ეს იქნება განათლების კუთხით, დასაქმების კუთხით თუ რაღაც შესაძლებლობის შექმნით მათთვის, ეს განავითარებს ახალგაზრდებს, ხელში უწყობს იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანაში რეალურად მიმდინარეობს და უფრო უკეთესი სურათი იქნება იმედია მომდევნო 5 წლის შემდეგ. და თქვენთან მექნება ბოლო შეკითხვა, თქვენი მოსაზრება ამ მხრივ იქნება განსაკუთრებით საინტერესო, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ მიაღწიოს რეალურ გენდერულ თანასწორობას, რა იქნებოდა ყველაზე ეფექტური გზა ამ თვალსაზრისით თქვენი პერსპექტივით? I wish we had just to add water and mix. ძალიან გამეხარდებოდა რომ რაღაცა უცაბედი პასუხი მქონდეს ამ კითხვაზე. ნუ ალბათ მუშაობა ახალგაზრდებთან ეს აბსოლუტურად ცალსახა. Traditional stereotypes. იმიტომ რომ ისინი ნაკლებად არიან მოცული სტერეოტიპებით, უფრო ადვოკატირებას ახდენენ თანასწორობის, თანასწორობა, სამოქალაქო სწავლება, ადამიანის უფლებები, ეს აუცილებელია ახალგაზრდისთვის, ეს უნდა ისწავლოს მან ნებისმიერ ქვეყანაში. განსაკუთრებით საქართველოში, განსაკუთრებით ახლა სრულიად უმნიშვნელოვანესია, რომ აი ამ მიმართულებით იყოს მუშაობა. ასევე დაცვა იმ სივრცის, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან სამოქალაქო სივრცეებს, განსაკუთრებით უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების, რომლებიც შეიძლება რაღაც მომენტში გარიყულად თვლიდნენ თავს, ან ნაკლებად ჩართულად თვლიდნენ თავს რაღაცა ფორმით დიალოგ, რაღაცა სახის დიალოგში, ანუ სამოქალაქო სივრცე, დაცული სივრცე უნდა შეიქმნას ახალგაზრდებისთვის და ჩვენ აუცილებელია, რომ პოლიტიკურ დიალოგში აისახოს ეს მონაცემები ინვესტიციებში, პროგრამირებაში, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული და აფუძნებდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს რეალურ მონაცემებზე, რეალურ მტკიცებულებებზე. ეს არის აუცილებელი ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის, პლურალიზმი, მრავალფეროვნებაში ინვესტირება, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეკოლოგია დინამიკისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის განსხვავებულობას ეყრდნობა და ეს ეფუძნება თანასწორ უფლებებს, ჩართულობას და აუცილებელია, რომ აი ამ მიმართულებით იყოს მუშაობა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალიან სერიოზულ მუშაობას, ვიცავთ ახალგაზრდა ადამიანების უფლებებს. ნუ საერთოდ ზოგადად, არა მხოლოდ გენდერულ, მთლიანად თანასწორობას ვცდილობთ რომ ვიცავდეთ.